ვერ ვაკეთებ იმ საქმეებს, რასაც ადრე ვაკეთებდითებდი. კითხვა და კერვა შევწყვიტე, რადგან ვეღარ ხედავ. ასევე ჩემი საყვარელი ადამიანების სახეები ნელ-ნელა ბურუსში ეხვევ. ამიტომ ვიგავებ თავს ლაპარაკისგან ან ადამიანებთან შეხვედრისგან, რადგან ეჭვი მეპარება, რომ შეიძლება ისინი სხვები იყვნენ. ეს ბერნადეტია. ის 71 წლისაა და თითქმის 2 წელია კატარაქტამ ნელ-ნელა წაართვა მხედველობა. მაგრამ ამ წლის დასაწყისში ის მედიცინის ისტორიის ნაწილი გახდა, რადგან ბერნადეტი გახდა პირველი პაციენტი მსოფლიოში, რომელმაც გაიგეთა კატარაქტის ოპერაცია ისრაელში შექმნილი რობოტული პლატფორმის გამოყენებით. ეს არის ჯასპერი, პირველი რობოტული სისტემა პლანეტაზე, რომელიც სპეციალურად თვალის ოპერაციებისთვის არის შექმნილი. და მის უკან დგას ქირურგი, რომელსაც საკუთარი გამოცდილებით კარგად ესმის, რამდენად რთული შეიძლება იყოს კატარაქტის ოპერაცია. პირველად როცა ოპერაცია ჩავატარე, დასრულების შემდეგ მთლიანად სველი ვიყავი, სულ სველი ვიყავი. სათვალეებში ორთქლი მქონდა. ისევ რთული იყო, არ ვიცოდი სად დამედო ხელები. არანაირი მხარდაჭერა არ იყო. ამიტომ თქვი, შეუძლებელია ეს იყოს საუკეთესო ტექნოლოგია, რაც ქირურგებს შეგვიძლია შევთავაზოთ. ასე დავიწყეთ ყველაფერი. ეს იდეა საბოლოოდ გადაიქცა Foresight Robotics-ად, კომპანიად, რომელიც ცდილობს გაუმკლავდეს იმას, რასაც ბევრი ექსპერტი მზარდ გლობალურ მხედველობის კრიზისად მიიჩნევს. თელ მსოფლიოში 600 მილიონზე მეტი ადამიანი. ვარაუდობენ, რომ კატარაქტის ოპერაცია 600 მილიონზე მეტ ადამიანს სჭირდება, მაგრამ ყოველწლიურად მხოლოდ დაახლოებით 30 მილიონი ადამიანი იკეთებს ამ ოპერაციას. თავარი პრობლემა ისაა, რომ არ ხვავს საკმარისი ქირურგები, საკმარისი ადამიანი არ მიდის მედიცინაში. მაშინ როცა პაციენტების რაოდენობა დრამატულად იზრდება. მიზანი არ არის ქირურგების ჩანაცვლება, არამედ მათთვის კიდევ ერთი ინსტრუმენტის მიცემა. ჯასპერი მუშაობს როგორც მათი ხელების მაღალტექნოლოგიური გაგრძელება რობოტული მკლავებით, 4K კამერებით და ძლიერი კომპიუტერებით, რაც საშუალებას აძლევს ულტრაზუსტ მოძრაობებს თვალის შიგნით. ქირურგი კომფორტულად ძის კონსოლთან, უყურებს გადიდებულ პირდაპირ გამოსახულებას და ამავე დროს რეალურ დროში მართავს ყველაფერს ისე, რომ საოპერაციოდ ხელების დამუშავებაც კი არ სჭირდება. მომავალში ჯასპერს გამოიყენებენ სხვა თვალის პროცედურებისთვისაც, მაგალითად, ბადურის ოპერაციებისთვის. დღეს ქირურგი ჩვეულებრივ რამდენი კატარაქტის ოპერაციას ატარებს? დღეს ისინი ატარებენ დაახლოებით 10-დან 20-მდე ოპერაციას. და თუ საუკეთესო ხარ, შეგიძლია დღეში 30 ოპერაციაც კი გააკეთო. როგორ ფიქრობთ, რეალურად რამდენ ოპერაციას შეძლებთ ყოველდღიურად ჯასპერის სისტემის გამამოყენებით? ჩვენ ველით, რომ დღეში დაახლოებით 70-დან 80-მდე პროცედურას შევძლებთ. გასული წლის ივნისში Foresight Robotics-მა B სერიის დაფინანსება შთამბეჭდავი 128 მილიონი დოლარი მოიპოვა, რადგან ადამიანის თვალზე ოპერაციის ჩატარებისთვის ასეთი რობოტის შესაქმნელად მხოლოდ ქირურგები არ გმარა. ყავს მექანიკური ინჟინრები, ყავს პროგრამული უზრუნველყოფის გუნდი, ჩაშენებული პროგრამული უზრუნველყოფა, აპლიკაციის ალგორითმები, მოძრაობის კონტროლი. ყავს სისტემური ინჟინრები, რომლებიც ყველა კვლევისა და განვითარების ძალისხმევას კოორდინირებენ. ხავთ თუ არა ექიმები, რომლებიც ადგილზე არიან და რეალურად მუშაობენ რობოტთან? ჩვენთან ქირურგები მოდიან შუა დღეს. რობოტები თავად ფიზიკურად იმყოფებიან ამ სართულზე, ყველა დანარჩენთან ერთად. ჩვენ ვერ ვხედავთ მათ, რადგან ისინი ფარულ რეჟიმში არიან. ამჟამად არაფრის გადაღების უფლებას არ გვაძლევენ. ეს საიდუმლოა. დიახ, სწორია. აქ ბევრი რობოტი გვყავს. ჩვენს ობიექტში 2 სართული გვაქვს, 50,000 კვადრატული ფუტი ფართობით. გონი თითქოს ადამიანი ატარებდა ოპერაციას. ნამდვილად ვერ მივხვდი, რომ რობოტი იყო. ვერც კი გავიგე, რომ ოპერაციას მიკეთებდნენ, რადგან უცებ ყველაფერი დასრულდა. იმაჩნია, რომ გამიმართვა, რომ პაციენტად ამირჩიეს. ამ მაღალტექნოლოგიური პროგრესის წყალობით ექიმები აღარ დაიღლებიან ისე, რადგან არსებობს მანქანა, რომელიც ეხმარება, როცა ბევრი ოპერაციაა ჩასატარებელი. ამ დროისთვის ჯასპერმა ფილიპინებში 12 წარმატებული ოპერაცია ჩაატარა. მაგრამ Foresight Robotics გეგმავს რობოტული სისტემის დანერგვას ASHS-ში და ამჟამად FDA-ის დამტკიცების მიღების პროცესშია, რათა უფრო მეტმა პაციენტმა ბერნადეტის მსგავსად შეძლოს კვლავ ნათლად ხედვა. იცოდნენ, რომ მათ ყველაზე უსაფრთხო პროცედურას უტარებენ. აღარ მაქვს შიში, რომ ასაკთან ერთად ვეღარ დავინახავ. მშვიდად ვარ, რადგან ვიცი, რომ კიდევ მრავალი წელი შემიძლია ვიცხოვრო მკაფიო მხედველობით, ნათელი თვალებით. ბოლოს და ბოლოს ისევ შევძლებთ ჩემი შვილიშვილებისა და მეგობრების ნათლად დანახვას.